ხარისხებში მოგესალმებით პოდკასტ მერეში და ჩვენი შემდეგი სტუმარი, მეხუთე სტუმარი, ძალიან გამორჩეული ჩემთვის და ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, არის სოფო ნიჟარაძე. სოფო, როგორ გსნობ თავს და როგორ ხარ? გადასარევად, იმიტომ რომ შენთან ვარ სტუმრად. შენ ხარ ჩემთვის ძალიან ახლო სულის ადამიანი და აი ესეთ ამპლუაში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ აი ძალიან საინტერესოა. ისე მიხარია, რომ არ ვიცი, აქ რო ხარ და მეც არ მჯერა სხვათა შორის. აი ეს ყველაფერი რომ მოვაბით თავი ძლივს და რომ შედგა ასე თუ ისე. პირველი თემით რომ დავიწყოთ, ყველა ძირითადად გეკითხება, რომ საიდან დაიწყეს სიმღერა რაღაცა. მე უფრო გადავუხვე ამ ყველაფერს და გკითხავ, რომ როდესაც ნიჭიერში იყავი ჟიური. ანუ საიდან მოხდა ეგ ყველაფერი, ანუ რომ მოგიწვიეს, რა რეაქცია გქონდა და აი მან შენი გამოცდილება მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ზოგადად ნიჭიერს რო ვუყურებდი, ჩემი ფავორიტი და ეხლა მიკერძოებული შეიძლება იყოს, ჟიური ყოველთვის შენი იყავი და მინდა მეთქი სოფო მოიგოს. აი ეგ შენ გახსოვს რომ დადიოდი ხოლმე? ძალიან პატარა რო იყავი. ფაქტობრივად მეც პატარა ვიყავი მაშინ. იმიტომ რომ ხო, თავიდან იცი პირველ სეზონზე იყო წამყვანობაზე ლაპარაკი, მაშინ შემომთავაზეს. მაგრამ ჩემთვის აი წამყვანობა არის ძალიან რაღაცა, როგორ გითხრა, ზედმეტად პასუხისმგებლიანი ვარ და ანუ აი რაც არ გამონდის ისეთ რაღაცას არ ვკიდებ ხელს. და ჟიურის წევრობა იყო რაღაცა საინტერესო, მართლა ჩემი რეალური ემოციები უნდა გამომეხატა, არ მქონდა ისეთი, ანუ მკაცრი დავალებები თქვათ, რომ აი ესეთი იყავი, ან ესეთი არ იყო. აი რასაც ვიგრძნობდი, ის აი რაღაცნაირი ემოციები უნდა წამოსულიყო ნამდვილი. და ამიტომ ჩემთვის იყო ეს ძალიან საინტერესო. თან ნიჭერში ძალიან ბევრი არის, ну, მრავალფეროვანია რა თქმა უნდა, ნიჭის შესაძლებლობა საქართველოში თავიდან აი იმდენ რაღაცა მრავალფეროვნება იყო მაკუთხით, ნამდვილად, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო მუსიკალური იყო სიმღერა და ცეკვა ჭარბობდა და ამ მუსიკალური მხრივ შეფასება მე თვითონაც მაინტერესებდა. და აი ესე აღმოჩნდით მე გეგა და ვანო და მაინც ესე მოხდა რომ ყველას ჩვენი როლები გადაგვინაწილდა და ერთი ალბათ გოგო რო ვიყავი, მაინც უფრო მობიერი, ალბათ ესეთი ბოროტი პოლიციელი და კეთილი პოლიციელის როლები რო არის, ხო იცი, აი მაინც უფრო ესეთი კეთილის როლი მქონდა, ესე ვთქვათ და რეალურად ეგრე გრძნობდი მართლა თავს, რომ ძალიან ემოციური იყო სხვათა შორის, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ნიჭერის ფაქტობრივად ყველა მონაწილე მახსოვს იმდენად, აი მკაფიოდ დამამახსოვრდა ის პერიოდი, 2 სეზონი, რომელიც მე იქ გავატარე და გულწრფელად რომ თქვა, ჩემი აზრით, ჩემი მხარე, როგორც ადამიანის ამ პროექტმა უფრო გამოაჩინა, იმიტომ რომ როდესაც შენს პროფესიაში რაღაცას აკეთებ, სიმღერით აკეთებ, კი, მაგრამ შენი პირადი აი ხასიათი, ხო, აი ეგეთ პროექტში ბევრად უფრო ჩანს და მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტმა ძალიან ბევრი დადებითი ემოცია დამიტოვა და ბენეფიტებიც დავიგროვე ამით, რომ აი რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ჩემს მენელს ამის შემდეგ უფრო რაღაცნაირად შევუყვარდი. კი, ეგრე იყო ნამდვილად. მე მახსოვს X Factor-შიც ხო იყავი. მახსოვს, აი დღემდე ხდება TikTok-ზე შენი ვიდეოები, რომ აი სოფო, აი წარწერთ სოფოს გამოხედმით, რომ ყველას იმდენად გულით უყურებ და რაღაც აი თვალებს შეციცნებ და ერთი დუეტი მახსოვს, აი სახელდაგვარი არ მახსოვს იმ ბიჭის, როგორ საყურებლად შეასრულეთ დუეტი. გიორგი ლაფაჩიშვილი. აი მანდაც ხო ხედავ, ყველა მახსოვს. გიორგი მერე, ნუ კარგად დარჩა ესე ვთქვათ ამ სფეროში, მე ბევრი რაღაცაც ქონდა, მაგრამ პირველი გამოჩენა ჩვენთან იყო, კი ნამდვილად. ბევრი ნიჭიერი მომღერალი, რომელიც ახლა უკვე ფაქტობრივად სცენაზეა და მუშაობს ამ კუთხით, ან წამოვიდა ნიჭიერიდან, ან X Factor-იდან და ამით ძალიან ვამაყობ. კი, მე მიხაროდა, რომ აი ჩემ გუნდში ისეთი ადამიანები იყვნენ, რომელსაც მე რაღაცნაირად შეუყვარდათ ისე ეს პროფესია, რომ მართლა დარჩნენ და პროფესიად გაიხადეს, ესე ვთქვათ, სიმღერა. 2016-ში მახსოვს ბუმი იყო ამ X Factor-ზე, მით უმეტეს ბიჭების ბენდი რო შეკარით X Boys წესით გავარდნილები რო იყვნენ და რო დააბრუნეს იმ ხელა აჟიოტაჟი მოყვა, რომ
მე შემიძლია გულწრფელად თქვა, ეზოში ვიყავით ბავშვები, გოგოები ძირითადად ყველა აკვდებოდა ამ შენ ჯგუფებს ნებისმიერს, გიждდებოდნენ ყველა. ხო, ძალიან ბევრი იყო ესეთი ადამიანი, აი მერეც აი იცით რამდენჯერ მიამაყია იცი მართლა რომ გიგი ადამაშვილი, ნინი ბრეგვაძე, ხო ნინი მერე როგორ საოცარი წარმატება შეხვდა მერეც და უკვე ამერიკაშიც იყო პროექტებში და ძალიან გულშემატკივრობდი, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ჩემი იყო თითქოს, ხო? იმიტომ რომ იქიდან წამოსული იყო პირველი. ძალიან ბევრი ნიჭიერი მაგარი მომღერალი, სწორედ X Factor-დან მოდის და ესეთი პროექტები მე უკვე სხვათა შორის მხოლოდ ქართულიც რო იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენად ამ პროექტმა, ესე ვთქვათ, ქართული სიმღერის პოპულარიზაცია მოახდინა და თავიდან შეყვარება, იმიტომ რომ იყო ისეთი სიმღერები, რომელსაც შემდეგ უკვე ზვიად ბოლქვაძესთან და ბენდთან ერთად, რა თქმა უნდა, აკეთებდა ახალ ვერსიებს, თავიდან იცი რა კრიტიკაც მოყვებოდა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სიახლეს, თავიდან ისე სკეპტიკურად უყურებ ცოტა, ხო? და მე იაზრებ, რომ აი მართლა ძალიან მაგარია სიახლე, ხო? ამის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს ვერანაირი ძველიც, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ განახლება ჭირდება მუდმივად ყველაფერს და ესე არის მუსიკაშიც და აი ამ სიახლეებმა, ამ ახალმა ვერსიებმა ძალიან გააცოცხლა ეს ძველი ჰანგები და თავიდან შეაყვარა კიდევ მაყურებელს და ძალიან მოდაში ესე ვთქვათ გახდა უკვე ქართულის მოსმენა. თავიდან თუ სულ იგივე X Factor-ში და ნიჭიერში ვთქვათ თუ იყოს სულ უცხოური სიმღერების ქავერები, აქ მერე უკვე ქართულის ქავერები ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით და დიდ საქმეს აკეთებდა ეს პროექტი და ვისურვებდი რომ კიდე იყოს ეს რომ ბევრი რა თქმა უნდა ახალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძველისაც ახლებურად და მრავალფეროვნად გადამღერებაც ესე ვთქვათ კიდევ თავიდან აცოცხლებს ძველ მუსიკას. რაღაც დაგვაკლდა, ეგრევე ვფიქრობ, რომ ადრე უფრო ბევრად მეტი იყო, ვიდრე ეხლა, მაგრამ ალბათ სიტუაციიდან გამომდინარე. ხო, ალბათ და რაღაცა ისე სტრესული გარემოც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ну, მაინც უფრო ჩვენზე არის დამოკიდებული. მეც ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ რატო ჩემით რაღაცებს არ ვაკეთებ, თქვათ და აი იმდენად ჩემია მუსიკა, რომ აი ამის გარეშე ხო არ შემიძლია ცხოვრება და სიახლეები, აი სულ მუდმივად ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ მე რეალურად რო ვთქვა, რომ ეხა რაღაცა ახალი მაქვს, ჯერ არ მაქვს, ხო? ამაზე მილაპარაკია კიდევაც, რომ რაღაცა ის მეგობრებთანაც სულ ვლაპარაკობ, რომ რაღაც გამიკეთებია ახალი, მერე ჩავის, გადავდე, მერე რაღაცა სხვა რაღაც დავიწყე, ისიც რაღაც გავაჩერე. მოკლედ, მაგრამ ეხლა მეც მაქვს რაღაც სიახლეები და სხვათა შორის ცოტა უფრო სხვანაირ ჟანრში ვცდილობ, რომ მოვსინჯო თავი. იმიტომ რომ აქამდე უკვე აი კლასიკური მაინც უფრო რაღაც ისეთი სიმღერები მქონდა, უფრო რაღაცა სევდიანი სიყვარულზე და ასე შემდეგ. ну სიყვარული მაინც იქნება და რჩება ამის გარეშე ისედაც არ გამოდის ემოციური სიმღერა. თემა მთავარი ეგ არის. მაგრამ ხო, ცოტა რაღაც განსხვავებული აუცილებლად იქნება. ახლა აქტიურად ვემზადები, რომ უკვე 2026-ში რამოდენიმე ახალი ტრეკი გამოუშვა. ორი სხვათა შორის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, ერთი უკვე ჩაწერილი მაქვს, ერთი პროცესშია. რაღაცა სტროფის ტექსტი არა მაქვს ჯერ. და მის სამღერის ტექსტი უკვე არის ესეთი ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ტექსტიც და მე მგონი რომ საინტერესო გამოვა. ალბათ ჩემგან უფრო ცოტა მოულოდნელი. ძალიან დამაინტერესა. რაღაც ინტრიგაში ჩავდივართ, იმიტომ ძალიან ალბათ იანვრისკენ იქნება დაახლოებით. ალბათ და შემდეგ ალბათ გაზაფხული მეორე. ნახოთ ახლა როგორ წავა ეს ყველაფერი. დასაწყისში, ანუ ყოველს სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს, სანამ რაღაც დონემდე მივალთ წარმატების მიმართ. ან დასაწყისში რა წარმოდგენა გქონდა წარმატებას და ეხლა როცა ამ ხელა გზა გაიარე და აქამდე მოხვედი, ეხლა რა წარმოდგენა გაქვს, ანუ რა შეხედულება გაქვს წარმატებასთან? იცი რა, დასაწყისში ალბათ ჯერ კიდევ გამოუცდელი რომ ხარ, აი ყველაფერს ცდი, რაღაც აი სანამ დადგები იმ გზაზე და აი არ იყო სხვათა შორის არც დასაწყისში იოლი
ესე ვთქვათ, რომ მიმართულება ზუსტად მეპოვნა და იმ მიმართულებით მიმეღწია წარმატებისთვის. თუმცა მე უკვე შეიძლება რაღაცნაირად ისე იღებ უკვე როგორ გითხრა მოცემულობად ამ ყველაფერს და მე შეიძლება мотиваციაც ცოტა ნელდება და აი აქ არის ოქროს შუალედი დასაჭერი რომ არ გაიქცეს ის რაც დასაწყისში გაქვს ზუსტად აი ამის არ დაკარგვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ რთული მე ვფიქრობ და აი ამ გამოცდილებით ყველაფრით ალბათ წლების მატებასთან ერთად მეც პერიოდი რომ მქონდა რომ აი რაღაცა ხელები ჩამოუშვი თითქოს და აი ზუსტად აი ის მთავარი რომ შემენარჩუნებინა ძალიან გამიჭირდა და მე აი თავიდან ვაჯერებ ჩემ თავს რომ აი იგივენაირად უნდა კონდეს ყოველთვის ეს დამოკიდებულება. თუმცა რა თქმა უნდა ეგრე ვერ იქნება. იმიტომ რომ ძალიან რთულია რომ შეინარჩუნოს ზუსტად იგივენაირი ენთუზიაზმი. მე რაღაცას რო აღწევ უკვე რაღაცნაირად სხვა ეტაპი მოდის ცხოვრებაში. და სხვანაირი უნდა იყო ალბათ ბოლომდე კარიერისტი და მე ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა რომ ალბათ მე არ ვარ ეგეთი ბოლომდე კარიერისტი, აი არჩევით რომ იყოს კარიერას ალბათ პირველ ადგილზე არ დავაყენებდი. იმიტომ რომ ხანდახან რომ ვფიქრობ რომ დამეყენებინა, ალბათ სხვანაირი მოცემულობა მექნებოდა ალბათ დღეს. კი. და შენ ფიქრობ რომ რამე იმედი გაგიცრუა და მაგიტო გაგ ეგეთი შეხედულება კარიერის მხრივ თუ აი რატო ფიქრობ? არა, იცი რა, იმედგაცრუებას ესე ვერ ვიტყვი. ახლა იმედგაცრუება ზოგადად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არსებობს, მაგრამ ალბათ სირთულეები და ყველაფერი ის, რაც ახლავს ამ შენს შემოქმედებით ცხოვრებას, ძალიან ბევრი, თქვათ, აი ყველაფრის გარეთ გამოტანა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ როცა მე ცნობადი ხარ, ბევრი რაღაცა მოყვება ამას, ხო? იგივე განხილვა ყველაფრის აბსოლუტურად არა მარტო შენი შემოქმედების ალბათ უფრო კიდე პირადი ცხოვრების და რაღაცეების და ხანდახან არის ის მომენტი როდესაც ეს publicity აღარ გინდა და უფრო კომფორტულად გრძნობ თავს როდესაც თქვათ შიდა და წყნარად ხარ სხვა ქვეყანაში კარგად მიგზნია ხოლმე თავი ხანდახან რომ არავის რო არ აინტერესებს ვინ ხარ და არავინ არ შემოგხედავს რომ შეხვალ და არ დაინტერესდები, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას, აი დიდხანს რო სხვაგან ყოფილ ვარ, თქვათ, ხო, აი პირიქით ეს სითბო მაკლია ხოლმე. იგივე რო აი სადღაც ქუჩაში გახვალ, თქვათ, უცხო ადამიანს შეხვდები, ვიღაც მოგეფერება, რაღაც კომპლიმენტს გეტყვის. ეს ხო ძალიან დიდი ბედნიერებაა რეალურად, განსაკუთრებით ჩვენ ხელოვანი ადამიანები, ვისაც აი ესეთი პროფესია გვაქვს, ხო? ეს არის ჩვენთვის მთავარი. და ამ სითბოს რო გრძნობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ბედნიერება. ამიტომ რა თქმა უნდა, ხანდახან კი ვფიქრობ ხოლმე, რომ ჯობია შენთვის იყო წყნარად მშვიდად და მე მიყვარს სხვათა შორის სიმარტოვე და სიმშვიდე, მაგრამ აი ეს დანაკლისი ნამდვილად გაქვს ადამიანს მე ჩემ თავზე ვამბობ, რომ მაქვს ხოლმე ნამდვილად. აი, ყველაზე რთული მომენტი რა გახსენდება, სადაც აი ხალხი დაგიდგა გვერდში. აი, იგრძენი ზუსტად ეგ სითბო ხალხისგან. ყველაზე მეტად. ბოლო პერიოდი რეალურად, როდესაც ვიგრძენი ნამდვილად თანადგომა, სიყვარული, შეიძლება და თქვათ, რა თქმა უნდა, ხა კრიტიკა და ის ყველგან არის, მაგრამ აი მე ვამბობ, რომ ავწონო, მაგალითად, რომელი უფრო მეტია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თანაგრძნობა და სიყვარული ვიგრძენი. და დღემდე ესე არის, მართლა რთულ პერიოდში. როდესაც ჯერ ამერიკაში წავედი, მერე ბავშვი, მერე უკრაინაში გადასვლა, მერე საქართველოში დაბრუნება, ამას კიდე დაემთხვა კოვიდის პერიოდი, რაღაცა მუსიკალური პაუზა და მერე რომ დავბრუნდი და პირველი გამოჩენა იყო,
ისეთი რაღაცნაირი ემოციები ნერვიულობდი სხვათა შორის ძალიან, იმიტომ რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად გამოვჩდი, თქვა, აი მაგ დროს დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, იგივე რაღაც გამოსვლების დროს, როდესაც მართლა ყველა აზრიარებდა და ჩვენ გამოჩენას, ხო და რაღაცნაირი დადებითი და თბილი ემოციები იყო, რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა ძალიან დიდი დოზით ვიგრძენი და ამან გამაძლიერა ძალიან. და ეს იყო მთავარი. ძალიან რაღაც ისეთი ისტორია, აი რაღაც ძალიან საყვარელი ისტორია, ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში. მაინტერესებს ალისკა არის ზოგადად, რასაც ვუყურებ, ჯერ ეს ერთი ყველა პოსტი, ყველა სტორი მაქვს ალისკას დანახი. რეკლამებს რო აკეთებს, ფრჩხილებზე მანიკურებს, აი სასწაულებს რო მაკიაჟი და აი რო ის ვიდეო მახსოვს ძალიან კარგად რაღაცაზე რო გამოგიგზავნეს და თვითონ რომ ისაკუთრა და მომეც რომ ძალიან პრანჭია არის. უკვე მართლა ფაქტობრივად მე გადავინაცვლე ალისკას დედად. მართლა. უკვე ჩემი სახელი და გვარი აღარ მაქვს ფაქტობრივად, ვარ ალისკას დედა. ალისა და სოფო. ხო და ერთხელ ვუთხარი კიდევაც რომ მეთქარი მოდი ესე ვთქვა სოფო და ალისა მეთქი მე ხო უფროსი ვარ შენზე მეთქი და არაო. მე ჯერ მე და ძალიან ის არის კი უკვე მოწონს ეს რომ სხვათა შორის ქუჩაშიც რომ მოვდივართ და ხალხი ხვდებათ ეფერებიან და ასე შემდეგ რომ ეუბნებიან რომ შენს ვიდეოებს ვუყურებ, ეთყობა ეს მოეწონა ძალიან და ამიტომ მართლა ისეთი ენთუზიაზმით აკეთებს ყველაფერს და ისე მოწონს რომ ყველაფერი რასაც ვუყიდი ხოლმე მოდი ამას გავუკეთოთ ეხა რეკლამა მეუბნება მოდი ეხა ეს ვუთხრათ რა მაგარია და ესე ძალიან მაძალებს ხოლმე რომ ეს რა ქვია გადავუღო ვიდეოები თვითონ უკვე მოწონს ხო ეს ნამდვილად ძალიან მოწონს თვითონაც ყველაზე აი სასაცილო უხერხულ სიტუაციაში აი რას ჩაუგდი ხარ იმიტომ რომ თან ცოტა ცელქია და ეგეთი მომენტი არ გახსენდება რამე უხერხულ სხვათა შორის იცის უკვე როგორ და სად უნდა რანაირად უნდა მოიქცეს მაგრამ ერთხელ მახსოვს რომ ტელეფონზე დამირეკეს, ხო და ვეუბნები რომ იცით არა ვარ ეხლა სახლში, არა ვარ ეხლა სახლში და დედა რატო იტყუებ თან ძალიან ხმამაღლა მეუბნება ახლოს და ვწევ გვერდზე რომ გავწიო რომ ჩუმად მეთქი ვონე არა ვარ ეხლა სახლში და თუ შეიძლება მოგვიანებით ან რაღაც ეს რომ ხო იცი რომ ხანდახან არის ხოლმე ესეთი მომენტი რომ აი უბრალოდ რაღაც აი რატო იტყუები დედაო მითხრა პირდაპირ ხმამაღლა ხო ტყუილი არ შეიძლება ცხვირი გაგეზდებაო მითხრა და ნუ გაიგო იმ ადამიანმა რა თქმა უნდა ნუ არაფერი ისეთი არ იყო უბრალოდ აი ხანდახან რომ გირეკავენ და რომ უნდა გამოკითხონ რაღაცაზე ისეთი ზარი იყო და რომ გინდა რომ იმ წამს რო არ გინდა რომ ეხა გამოკითხვებზე ილაპარაკო და ასე შემდეგ და მოკეთ ეგეთ უხერხულ მდგომარეობაში ერთხელ ჩამაყენა კი ნამდვილად ბაიმე რანაირია მაინტერესებს აი შენ გზას რო დაადგეს აი სიმღერა რო დაიწყოს რა შეხედულება გექნებოდა ან რა რჩევას მიცემთ იცი რა აი ადრე სანამ შვილი მეყოლებოდა სულ ფიქრობდი რომ საერთოდ არ მინდა რომ იმღეროს მეთქი აი მართლა იმიტომ რომ არ არის ადვილი ეს გზა და აბსოლუტურად არ მინდოდა ჩემი შვილისთვის იგივე მაგრამ რო გაჩნდა გოგო რაღაცნაირად არ ვიცი შინაგანად მომინდა რომ მსმენა ქონოდა მე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი რომ საერთოდ არ ქონდა სმენა და შანსი არ იყო ამას არ გაყვებოდა და უკვე აღარ მომეწონა მაგრამ მე სხვათა შორის ინტერესიც რო გითხარო ეხა მუსიკის მიმართ აქვს და ვფიქრობ რომ ამ პროფესიას ამოირჩევს ეხლა არა მე ეგრევე მეტყობოდა როგორც დედა ჩემი მეუბნება ძალიან პატარა ასაკიდან აი უკვე რაღაცნაირად შენი ინტერესი მუსიკისადმი ძალიან იგრძნობოდაო და მე ახლა ვერ ვატყობ, მაგრამ სმენა აღმოაჩნდა. ამაში მე დამემსგავს როგორც ჩანს. ხო, იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ ძალიან გავს მამამისო და ნუ მეც მინდა რომ რაღაცაში მგავდეს. სხვათა შორის ახლა შესახედავადაც ცოტა უკვე რომ გოწამოიზარდა. ხო, გოგო ეგრეა ზოგადად მიდის მერე დედისკენ. და რაც შეეხება იმას მინდა თუ არა, ან თვითონ რაც უნდა ის უნდა აკეთოს აბსოლუტურად თავისუფალი იქნება არჩევანში
რაშიც თვითონ იგრძნობს თავს კომფორტულად, რა პროფესიასაც ის აირჩევს, მხარს დაუჭერ. თუ ეს იქნება, თქვათ, მომღერლის პროფესია, კი ბატონო, თვითონ თუ აირჩევს, მე ჩემი მხრივ, რაც საჭირო იქნება, ყოველთვის მხარში დაუდგები. მე არ მყავდა მომღერალი არავინ მშობელი, არც ერთი, თუმცა მამა ძალიან კარგად მღეროდა, მაგრამ პროფესია არავის არ ქონია, ესე ვთქვათ, პირველი მე ვიყავი. ამიტომ ჩემთვის ის მხარდაჭერა, რომელიც მშობლებისგან მქონდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეეძლოთ იგივე ვთქვათ, რომ აი ჩემი პროფესია გაყევი და ასე შემდეგ სრულიად რადიკალურად განსხვავებული პროფესია ავირჩიე და მხარდაჭერა მქონდა. ესე იქნება ჩემი შვილიც, რაც არ უნდა აირჩიოს, რა თქმა უნდა. თუ ის ჩემი პროფესია იქნება, პროფესიულ რჩევებსაც მივცემ, რა თქმა უნდა და ბოლომდე დავეხმარები, მაგრამ პირველ რიგში არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. თქვენი პატარა ინფლუენსერი ისდება ისედაც. ხო, ეს ექნება, ესე ვთქვათ, პატარა მინი პროფესიად ექნება ეს. როდემდე არ ვიცი, რომ სადამდედაც თვითონ ეს სიამოვნება, რა თქმა უნდა და თვითონ როდესაც ბავშვი ვხედავ, რომ თავისუფლად აკეთებს ამ ყველაფერს და მოწონს, რასაც აკეთებს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობ. რა დროსაც არ მოეწონება, მე არაფერს დაძალებით არ გავაკეთებინებ ბავშვს. თვითონ უნდა კონდეს თან დღევანდელ რეალობაში ეგრეა, რომ თავისუფლება უნდა მივცეთ ბავშვებს, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები. ზოგადად, ხო, მეც დაკვირვებული ვარ, რამდენადაც თავისუფლებას აძლევენ ბავშვებს, ახლა დედაჩემმა მომცა სრული თავისუფლება. მაგიტომაც ვიყავი უფრო მე დედის როლში, რომ აი არ მინდა და ძალიან ცხვირს ვსიკავდი. რა თქმა უნდა. მაგრამ რამდენადაც პირიქით, როდესაც მე ზღუდავ, უფრო სხვა ინტერესები უჩნდება ბავშვს, რაღაცნაირად გეწინააღმდეგებასავით და ძალიან რთული არც გენდობა და რა თქმა უნდა, ეს ნდობა არის ურთიერთნდობა. შენ თუ ენდობი შვილს, შვილიც გენდობა და პირიქით, ესეა, თორე აი რაც უფრო შეზღუდავ და რაღაცეებს მივთითებ, არა ესე არის რაღაცები, რასაც რა თქმა უნდა ეტყვი და გააფრთხილებ შვილს, რომ ესე იყო, მაგრამ რა ვიცი, მეც ბევრი რაღაც არ დამიჯერებია ესე, ხო, რაც რა თქმა უნდა. მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ სწორი იქნებოდა რა დამეჯერებინა. ეგ მომენტი ყველას აქ ნეტად ამეჯერებინა, აი რა მინდოდა, მაგრამ მამასთან რა ურთიერთობა აქვს ხალისკას? იმდენად როგორც შეგვიძლია თქვათ და ადრე უფრო ვნახულობდით, რა თქმა უნდა, ძალიან თბილი, მიშა ძალიან თბილი მამაა. მართლა არ წარმომედგინა, რომ მართლა შეეძლო რაღაც აი ბავშვებთან ესეთი ურთიერთობა და ძალიან თბილია, ძალიან მოსიყვარულე და აი ვინ აძლევს კიდევ თავისუფლებას ალბათ, ალბათ შეიძლება ჩემზე უფრო მეტადაც. ამიტომ ალისას უმეუნება ხოლმე, რომ აი რო გამოვა მიშა, მე მისი წესებით უნდა ვიცხოვროთ, იმიტომ რომ მოწონს მისი წესები, რომ მგონია რომ სრული თავისუფლება ექნება ყველაფერში. ალისაც ძალიან უყვარს მამა და სულ რაღაცა მეკითხება ხოლმე, როდის დაბრუნდება, როდის მოვა ჩვენთან. ხო და ითხოვს კონკრეტიკას და პასუხი არა მაქვს ჯერჯერობით. ასე რომ ესეთია. ძალიან თბილი და ძალიან კარგი ურთიერთობა, რამდენადაც რა თქმა უნდა, ეხა უკვე შეგვეძლია. და მაინტერესებს ენების მიმართ რაღაც ისა აქვს, აი ინგლისურად საოცრად ლაპარაკობს და კიდე რამე ენას სწავლობს თუ რუსული იცის უკრაინაში ყოფნის პერიოდში საერთოდ რუსულად დაიწყო ბევრი სიტყვის, ლაპარაკი ესე ვთქვათ არა, მაგრამ რაღაც სიტყვების გამოთქმა თავიდან სულ რუსულად იყო, მერე დაავიწყდა აქ რო ჩამოვედით, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლაც ძიძა ელაპარაკება რუსულად ხოლმე, ამიტომ რუსულიც და თვითონ აქვს სხვათა შორის ინტერესი ალბათ მამამისისგან გამომდინარე, იმიტომ რომ როცა მივდიოდით, ეუბნებოდა რომ შენ რამდენი ენა იცი, ეუბნებოდა, ეკითხებოდა 6, 5 და მიშა პასუხობდა რომ მე 7 ვიცი, შენ უნდა იცოდე 14 და ამან უპასუხა რომ არა, მე უსასრულო უნდა ვისწავლო, ყველა ენა უნდა ვისწავლო, შენზე მეტი უნდა ვისწავლო. აქ ალბათ რაღაცა ისა აქვს, რა ქვია, შეჯიბრი აქვს მამამისთან, რომ მასაც უნდა რომ ამდენი ენა იცოდეს.
მაგრამ დღევანდელ ბავშვებს რეალურად ხო იმხელა ინფორმაცია აქვთ ეს ყველაფერს უყურებენ ან ინგლისურად სხვადასხვა ენებზე და ადვილად სწავლობენ ბევრად უფრო სხვანაირი თაობა მოდის განსაკუთრებით ეს პატარები უკვე ბევრად უფრო წინარიან, ბევრად უფრო ნიჭიერები დაიბადნენ და აი მართლა უფრო რაღაც მსხარტები არიან, ბევრად უფრო მალე აი რაღაცა იწოვენ ინფორმაციას ყველა მხრივ, ამიტომ ფაქტობრივად არც გინდა აი ტელევიზორით კი არა და ნუ უფრო iPad-ით და гаджеტებით სწავლობენ რეალურად ენებს. იმდენი ვიცი ესე რომ შეიძლება სკოლაში არც კონდეს ესე ვთქვათ იმ ენაზე, სხვა ენაზე არ სწავლობდეს, მაგრამ სუპატარები ლაპარაკობენ ძალიან კარგად სხვადასხვა ენაზე. ეს დაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ ბავშვობაში მეც ეგრე მქონდა რომ ტელევიზორს ვუყურებდი, მაკედან ვისწავლე რუსული, მაგრამ მე ნუ ინგლისურზე თავს მარტმევინებდი და მართლა იმეცადნე და აი 3 წლის ბავშვები და 4 წლის ბავშვები უკვე ისეთან კარგად მიყვარს გრამატიკულად სწავლობენ და კარგად და აქცენტით რო ლაპარაკობენ საოცრება. ხო, მე რუსული ნამდვილად ვისწავლე ტელევიზორიდან, იმიტომ რომ ყველაფერი მაშინ რუსულად იყო. რა თქმა უნდა, მასწავლებელიც მყავდა, რომელმაც ძალიან სწორგზადზე დამაყენა იმ მხრივ, რომ გრამატიკულად სწორად შემასწავლა, ესე ვთქვათ, ენა, მაგრამ სულ რო გესმის, ენა ხო პრაქტიკაა, ხო? აი მე მაგალითად ფრანგულს რო სწავლობდი, მერე რო არ მქონდა ფრანგულად, ესე ვთქვათ, პრაქტიკა, მეგონა რომ საერთოდ არ მისწავლია ისე დამავიწყდა, ესე ვთქვათ. და მერე უკვე რაღაც იქ რო ხარ, ვთქვათ, იხსენებ რაღაცებს, გახსოვს ყურით და ასე შემდეგ. ყველაფერი პრაქტიკაა, სულ უნდა კონდეს ამიტომ ყურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მუდმივად გესმოდეს ენა. ფრანგულთან მეც ეგეთ დამოკიდებულება მქონდა, მე დავდიოდი ფრანგულზე, მაგრამ მე 1-4 წელი აღარ გამეგზავნებია ფრანგული და მე გონია რომ ხო აი არიცი ნაწილობრივ რა თქმა უნდა იცი ბაზა გაქვს ეს არის თავში უკვე მაგრამ თავიდან ჭირდება ისევ პრაქტიკა რომ გაიხსენო ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო და ეგ თართულია თან აი თითქოს мотиваცია გაქვს რომ ამდენი ჩადე ამდენი სწავლე და მიდი ამხელა ბაზა გაქვს და ამიტომ უნდა გააკეთო ისე რომ რაღაცნაირად ამოქაჩოს მეც მიფიქრია სულ რომ აი საფრანგეთში რო წავიდე რამოდენიმე თვე თქვათ აი ინის კურსის შესასწავლად ძალიან კარგად ამოვქაჩავდი უკვე ფრანგულსაც. ცოტა Emily in Paris რო არის სერიალი ეგ მახსენდება რომ წავიდე და აი აზრზე არ იყო არაფრის. გუშინ უყურებდი ფოტოშორის ახალ სეზონს. მე პირველი სერია ვნახე, მაგრამ ისეთი რაღაცები გავიგე ხარ არ დავასპოილერებ მაინც ხალხს. მე ვნახე 5 სერია შუაში. მე ისეთი რაღაც ხდება თურმე რომ მართლა? ხო, იმიტომ რომ პირველი რაღაც 3 სეზონი ისეთი საოცრება იყო, რომ კი მე ველოდებოდი. მე აი მეოთხეს არა ვშავდა კი, მაგრამ მაინც ველოდებოდი ახლა მეხუთეს და ნახოთ აბა ბოლომდე მივადა, მე გეტყვი. კი, იმიტომ რომ მე TikTok-ზე შემოხვდა დავსპოილერდი და არ ველოდი მართლა ისეთი რაღაც ხდება. ხო, მე არ მითხრა. არ გეტყვი, არ ვარ სპოილერი. სერიალები მიყვარს ძალიან ისე. მეც ძალიან. კინოზე მეტად სერიალები მიყვარს რეალურად. რაღაცა აი თული პერიოდები გადამატანინა სერიალებმა სხვათა შორის. მეც ეგ მჭირს ხოლმე. ოღონდ აი ცხოვრობ მაგ სერიალით. ეგრე იცის სერიალმა. აი მართლა ისეთ პერიოდში რო ყოფილა რომ მეგონა რომ აი ძალიან რთულია ყველაფერი და აი გარეთ გასვლა რო არ გინდა. სერიალებმა ძალიან გადამატანინა, მიშველა და რაღაცა ხასიათზე მომიყვანა რა, ის სხვანაირად შემახედა. აი მე მაქხოლმე რომ მართლა რომ აი სხვადასხვა ჟანრის სერიალს უყურებ. რომელიღაც სერიალს რო უყურებ, მომი სევდიანი ვარ, სევდიანი ტელესერიალი. კი, ძალიან მოქმედებს. და რაღაც ისეც რო უყურებ, მე უყურებდი მაგალითად სამედიცინო, მე ძალიან მიყვარს მედიცინა. ნუ კი იცი, ჩემთან სახლში რამდენი ექიმია. ამიტომ ეთყობა ეს ინტერესი სულ მქონდა და სამედიცინო სერიალებს ვუყურებ. და აი ბოლოს რაღაც რო ვუყურე ერთ-ერთი საკმაოდ დიდი იყო ეს სერიალი 6 სეზონი. არა, Resident ესე ქვია. ვუყურებდი და რაღაც სერიებს ვფიქრობდი რომ ვერ გაუძლებ და ვახვევდი. ვტოვებდი უბრალოდ.
იმიტომ რომ იმდენად მოქმედებდა მე ხასიათზე და განწყობაზე, რომ აი უბრალოდ არ შემეძლო ყურება, იმდენად ცუდ ხასიათზე ვდგებოდი და იცი რამდენი იყო ეგეთი ეპიზოდი, რომელიც გამოტოვებული მაქვს და მე უბრალოდ ვეწეოდი, რომ ნეტა იქ რა მოხდა, რომ არ მინახავს. აი სერიები არის, რომელიც არ მინახავს, იმიტომ რომ არ შემიძლია. ამიტომ მირჩევნია ესეთი რაღაც ლაითი სერიალების ყურება, ეხლა რომელიც არ მოქმედებს რა, ხასიათზე პირიქით კარგად მოქმედებს. არ მე მახსოვს ვამპირის დღეურებს უყურებდი და დავსპოილერდი, რომ ერთი პერსონაჟი კვდება, რომელიც მომეწონა რა. ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ტიროდი დღეები. ან მე ეგრები ვწიხდები, ისე ტიროდი, რომ დეჩემ ეყურებ რა ჭირს ამბობს. ჩხაოდი. მეც მიტირია. აი გადავყევი. და რომ წერნა რომ ირინა რა გჭირს მე დავტირი ვარ ამას თავი დამანა. აი ეს მჭირდა და ანუ არ არის ჩემი აზრით ეგ დონეზე არ არის ნორმალური, მაგრამ მარიკუნას გავხარ მაგით. ესე იყო ხოლმე რაღაცა ფილმებს რო უყურებდით, ის ემოციურად იღებდა, რომ სუტიროდა, წიგნებზე ტიროდა. ანუ ბოლოს აი ბოლოს რასაც უყურებდი, სულ რაღაც აი true crimes უყურებდა ძირითადად აი ბოლომდე და მე რომ ანუ გვერდზე რო ვეწექი ხოლმე ისეთი ხმები მესმოდა ხოლმე ვიღაც დაჭრეს, ვიღაც მოკლეს და მე ესე ვარ, იმიტომ რომ ვერ ვიცინებდი ღამე და ამას ეძინე გათიშულს. ისე მოწონდა რომ არ ვიცი. ხო იპოვა ეთყობა თავის ჟანრი, თუმცა ბავშვობაში მართლა ყველაფერზე ტიროდა ხოლმე, ძალიან ემოციური იყო, ძალიან. ხოთაშოში ჩემგან განსხვავებით მე არ ვიყავი ემოციური. მე უფრო გავხდი რაღაც პერიოდი. ხო, მარიკონას ყველაფერი წინდა ხოლმე. ჩემთან ერთხელ დამიწერა ლექსი. ჩემზე დაწერა ლექსი. ხო, უნიჭიერესი იყო. აი, საოცარ ტექსტებს წერდა, სხვათა შორის სიმღერაზეც აქვს დაწერილი, ჩემ სიმღერაზე. ლილიკო ნემსაძემ დაწერა მელოდია და მარიკუნამ ერთი სტროფის ის არ იყო მახსოვს, ჯერ კიდევ მუსიკის კეთების პროცესში ვიყავით და არ გვაქვს მეთქი ტექსტი. რომ თხა იქნებ შენ დაწერე, იმიტომ რომ ვიცოდი უკვე როგორც წერდა. და იქვე მოიფიქრა მართლა, ვარსკვლავი შენი სახეა, ჩემი ფიქრები შენს ფიქრებს გავს, ასე იყო და ასეა, ჩემი ლამაზი ოცნება ხარ. მომენატრები და მე მგონი ისევ მიყვარხარ თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წლის წინ იყო ეს. ულამაზესაც დაწერა, მაგრამ ეს არ იყო პირველი ლექსი, რომელიც მე დამიწერა ფაქტობრივად. პირველი ლექსი დამიწერა, როდესაც გამიბრაზდა. ეგ უყვარდა. ხო, დამიწერა ლექსი. აი აბა ეხა თუ გამახსენდება. გარეგნობით ანგელოზი. კანჭმაღალი ირემი. ხმატკბილი და ხმანარნარი უსმენ მას და ირევი, მაგრამ ვაი ხასიათი. ლექსიკონიც უხეში. და ნუ რაღაცა მე სიტყვები იყო ჩამოთვლილი საშინელებები სულ მოგაყრის სახეში. და ბოლოს რაღაცა, მაგრამ კარგად მთავრდებოდა ბოლოს, რომ კიო გაწყენინებს, მაგრამ ნუ აზრი იყო ის, რომ მაინც ჩემი საუკეთესო მეგობარია და კეთილია, ხო, აი ეს იყო, მაგრამ როგორ მახსოვს ეს რამდენი წლის წინანდელი ლექსია და როგორ მახსოვს ჩამჭა, იმიტომ რომ აი მართლა ისეთი აზრიანი ლექსები ქონდა სულ, რომ აი არ არსებობდა, რომ არ დაგმახსოვრებოდა. არ სულ რაღაც რა უნდა და რაღაცა რო წერდა. ჯუნას უწერდა ხოლმე, როდესაც უნდა რომ რაღაც ახალი ფეხსაცმელი ეყიდა. მართლა დაუწერდა ისეთ გულისამაჩუყებელ ლექსს, რომ არ არსებობდა, უნდა ეყიდა. და რიტმში რო აი როგორ ვერანაირად ვერ ეტყოდა უარს ისეთ რაღაცას დაუწერდა. მართლა. ეს არის წერალი, კი უნდა გამოსულიყო რაღაც სიმღერა, აი ghost writer-ი, კაი გამოდგებოდა მარიკუნა. სხვათა შორის. ნუ არ გაყვა. მე ხატვაც მოუნდა და ამდენი რაღაც. ნუ მრავალმხრივ ნიჭიერი იყო, იმიტომ რომ ქონდა ეს გენეტიკური კოდი. ყველა მხრივ სიმღერის კარგი. სიმღერაც მაინც ძალიან კარგი მსმენელი იყო. მე როგორ არა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გემოვნება ქონდა. ეგ კი ძალიან მუსიკალური, რასაც ქვია.
ცოტა old school და hip hop და ყველაფერს ურავდა ერთმანეთში. მაგრამ ეგ სიმღერა, აი შენ რაც ახსენე რომ დაწერაო, აი ზუსტად მახსოვს, ბათუმიდან ჩამოვდიოდით, უდიდეს სასოფში ვიყავით და ეხა მე ნახეო რა განახო. აი ეს მე დაუწერე სოფოსო და აი მღერის თან ან ვიდეოც მაქვს. გულით მღერის და ცეკვავს და ერთი აჯერ მომასმენი და ფიქრობდი ახლა რომ მეთქი ეს გოგო იტყუება რაღაცას, იმიტომ რომ აი როგორ შეიძლება რომ დაწერილი ქონოდაო და მე ხა შენ დამტკიცე რა ქონდა. კი, გრე იყო. და ზოგადად აი არსად არ მithქვამს მართლა და სულ მინდა რომ ვთქვა და ვისთან თუ არა შენთან ვიტყვი რომ თუმე სიმღერა დავიწყე და ზოგადად რამე ვისწავლე, ეს იყო მარიკუნას ოჯახიდან. დიდი მარიკას და ჯუნას სახლში ნასწავლი იყო ეს ყველაფერი, მოსმენილი ცისანასი, ივიკოსი, მარიკასი, აი რამე თუ ვიცი სიმღერა, აი ხა დამაჟრია დედას გეფიცები, აი თუ რამე ვიცი მართლა ამ ოჯახში მაქვს ნასწავლი და მოსმენილი და პირველი მსმენელი იყო ხოლმე ყოველთვის მარიკა ჩემი. მეუნებოდა შენი თაფლის ხმა მომასმენინეო, იმდანაც ეხლა მართლა ემოციურად გამახსენდა ზოგადად ყველაფერი და ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც იქ სითბო სიყვარული და ზოგადად ადამიანური სიყვარული და მერე მუსიკის მიმართ ესეთი დამოკიდებულება, რაც მე იქ ვისწავლე და მივიღე. მართლა თაფლის ხმა ისეთი გაქვს, რომ აი რომ მოგისმენს ადამიანი აირევა, როგორც მარიკუნა იტყვა და საოცარი ხმა გაქვს. მარიკას ვასმენინებდით ხოლმე, ყოველთვის პირველად რაღაცა ახალ სიმღერას რო ჩავწერდით ხოლმე. სადმე თუ მივდიოდი საპასუხისმგებლო რაღაც კონკურსზე ან ასე შემდეგ, მარიკა იყო, დიდი მარიკა პირველი მსმენელი. აი რა მაგარი ისტორია, მე არ ვიცოდი. სხვათა შორის მარიკუნაც რომ არ იყო, შვეიცარიაში სწავლობდა 3 თვე. რასი პირველად მართლა ხო შვეიცარიაში იყო წასული და მე მივდიოდი მარიკასთან და ვრჩებოდი და მეც ისანა და მარიკა ვღეროდით ხოლმე ისანა გიტარით და სამხმაში ვღეროდით. იცი რა სიამოვნება მაქვს მე იქ და როგორ მახსენდება თითოეული დღე აი საოცრად. ეხლა დაჯდებიან ხოლმე და ძველ დროს იხსენებენ ისე გამომივიდა, მაგრამ არ შემეძლო. მე არ ვიცოდი ან საკუთარ დედაზე რომ შვეიცარიაში სწავლობდა ასე არ ვიყავ. პირველად გავიგე. კი. როდის მე ვიყავი მაგრამ საზაფხულო სკოლაში იყო. და როგორი ემოციები ჩამოვიდანე და საოცარი. იმიტომ რომ ეს იყო პირველი ფისი წასვლა, როდესაც დამოუკიდებლად უნდა ყოფილიყო და ალბათ თან ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ გაუჭირდებოდა. იმიტომ რომ თბილისში ყველა ესე ვთქვათ, რასაც უნდა და როგორც უნდა და ესე 1000 ადამიანი თავსევლებოდა და მე იქ უკვე და ალბათ ბაქედან ისწავლა მე უკვე დამოუკიდებელი ცხოვრება. ძალიან პატარა არ იყო, ალბათ მართლა არ მახსოვს რომ რამდენი წლისები ვიყავით, მაგრამ ანუ სკოლის პერიოდი იყო ნამდვილად. კი. ეხა მე მაქვს შენთან კითხვა. ის არის რა ქვია, მე ესეთი რუბრიკა გავაკეთე, პატარა რაღაც არის, რომ ჩემი წინასწუმრები უსმენთ ჩემს შემდეგ სტუმრებს კითხვას. საინტერესო. და ჩემი წინასწუმარი იყო ნუცა თოფურია. არ იცოდა რომ შენ იყავი შემდეგ სტუმარი. და ეხა უნდა დაგისვა კითხვა. რაც ნუცამ იკითხა რეალურად. მაინტერესებს რომ მისი საოცნებო როლიო, ვის როლსაც სიამოვნებით მოირგებდა თეატრში და ვინ არის და გაბედავდა თუ არა ამ როლის თამაში, ანუ ვინ არის მისი საოცნებო როლი და გაბედავდა თუ არა ამ როლის თამაშს რეალურად ხალხის წინ. რა არის მისი საოცნებო როლი? ცოტა ხნის წინ ვოცნებობდი, ცოტა ხნის წინ რაღა, ცოტა ხნის წინ ალბათ. რამოდენიმე ათეული წლის, 10 წლის წინ ალბათ. ვოცნებობდი საოცრად Phantom of the Opera-ში ქრისტინის შესრულებას. ხო, ქრისტინ მინდოდა რომ ყოფილიყავი ძალიან და ძალიან რთულია. და იმაზეც მიფიქრია, რომ ქონოდა შესაძლებლობა რომ ავიყვანეთ ამ როლზე, რამდენად გავბედავდი და ვიმღერებდი. იმიტომ რომ ურთულესი შესასრულებელია, მაგრამ მიყვარს გამოწვევები და ალბათ გავბედავდი მაინც. მაგრამ აი ახლა უკვე უახლოეს, ესე ვთქვათ, წარსულში და
ეხლა რომ დავფიქრდე რა როლზე მიოცნებია, არ მაქვს არანაირი პასუხი, იმიტომ რომ არ მიოცნებია ახალ როლზე. ეს იყო ბოლო 10 წლის წინანდელი ოცნება. იქამდე ჯულიეტაზე ვოცნებობდი ბავშვობაში და ავიხტინე. ეხლა აღარ მაქვს უკვე. ისე როლი ძალიან მოგიხდებოდა Phantom of the Opera-თან მოსმენლის რომ საოცარია. ხო, აი გიშდებოდი. რამდენი არის მე ზოგადად ძალიან მიყვარს ახლა მიუზიკლები, იმიტომ რომ ჩემი პროფესიის ნაწილია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რამდენია ხო, აი ვებერზე ვგიშდები, უამრავი საოცარი მიუზიკლი აქვს და დაწერილი Jesus Christ Superstar-ები და რა ვიცი, Cats, ყველაფერი ხო საოცრებაა, მაგრამ აი ეს არის ის, რასაც აი თუ ოცნება, აი ამაზე ვოცნებობდი კი ადრე. იმედი მაქვს. ნუ ახლა აღარ მგონია, მაგრამ რატო? აღარც ვოცნებობ, ხო ხედავ უკვე გითხარი, რომ ეს ადრინდელი ოცნება იყო. მე ხო ყველგან სადეჩანი ყავი, მანდ დავდიოდი, ან დედაჩემს მეხოწებოდ ხომ რომ გეხვეწები ბილეთები მინდა და სოფოს თხოვე. აი ეს მჭირდა სულ, მეტრო აი ვაფრენი სადაც იყავი და მას ნუ აი ცეკვევარსკვლავშიც მოგადექი, ნიჭიერში და X-Factor-ში არა მოგასულ. ცეკვევარსკვლავშიც მოგადექი. ანუ არა მოგასულდგი არსა და მანდაც ვიყავი და მახსოვს ერთ-ერთი ის რომ დაახლოებით ის დღე იყო, როდესაც 9:30-ად როგორც ზუსტად მახსოვს, გამწდეს რომ მამა გარდაგეცვალა და აი მაგ მომენტში მაინტერესებს აი რა ხდებოდა, აი რო გაიგე, ან ვინ გითხრა, აი ეგ მაინტერესებს. ჩემი მეგობრები მოვიდნენ. ცირკში იყო მაშინ შოუ და ნუ დილით უკვე ხო ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ ცუდად იყო და ფორიაქობდი, დავდიოდი. უკვე მაკიაჟიც გაკეთებული მქონდა, მეიქაპი, ჩაცმული ვიყავი, ყველაფერი ვემზადებოდი თეთერისთვის და ნათქვამი მქონდა, რომ რამე რომ მოხდეს, აუცილებლად მითხარით მეთქი, იმიტომ რომ ვერ შევძლებ თქო, ხო იცი თქო, მეგობრებისთვის გაფრთხილებული მქონდა და აღარაფერი არ უთქვამთ, რომ შემოვიდნენ მივხვდი მე თვითონ უკვე, რომ რაშიც იყო საქმე. ხო, რა ვიცი, აი მე იმ ემოციის აღწერა ალბათ ძალიან რთულია. ერთის ვიცი, რომ არავინ არ მინდა, რომ ეს განიცადოს, რაც მე იქ მომივიდა, აი მუხლების ჩაკეცვა, რაც არის, აი რომ ჩავიკეცეო, რომ ამბობდნენ, მანამდე აი ვფიქრობდი, რომ აი რა არის ნეტა. მეტაფორა ალბათ. ხო, აი რაღაცა გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ არა. ბუკვალურად ჩავიკეცე, რაც დამემართა. და ისე ცუდად მახსენდებოდა ეგ პერიოდი ზოგადად. მე აი 3 ტური მქონდა რეალურად დარჩენილი და ძალიან კარგ პოზიციაზე ვიყავი. და რო წამოვედი, სხვათა შორის მე BBC-დან მოვიდა ოფიციალური წერილი, რომ შეიძლებოდა რომ დაუბრუნებულიყავი, რახან ეს გამოვტოვე, იმიტომ რომ მოხდა ესეთი ტრაგედია და ასე შემდეგ. მაგრამ უბრალოდ ემოციურად ისეთ დონეზე ვიყავი, რომ ვერ დავბრუნდი, ვერ შევძლებდი დამთავრებას, მაგრამ ყველაზე ძალიან მამაჩემს უნდოდა, რომ ცეკვებში ვყოფილიყავი და წარმატება მქონოდა ამ პროექტში და ისეთ პოზიციებზე ვიყავი, რომ დიდი შანსი მქონდა, ამიტომ აი ეს რო გადამელახა ემოციურად, არ ვიცი რა იქნებოდა, მაგრამ ვერ გადავლახე მართლა. ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავ, ისე რომ აი უბრალოდ ვერ შევძლებდი. და შემდეგ უკვე მე რომ ესმოდა ცეკვავარსკვლავების საუნდტრეკი, ცუდად ხდებოდი, იმიტომ რომ სულ მახსენდებოდა აი ის მომენტი, რომელიც სცენაზე გასვლის წინ დამემართა და ძალიან ცუდად ვიყავი. დიდი დრო დამჭირდა, რომ მე ჩვეულებრივად მიმეღო იგივე აი ეს დასაწყისი, როგორ როიწყება უკვე პროექტი, ცუდად ხდებოდი. არა, ძალიან რთულია და მით უმეტეს ეგ რომ აი მაგ მომენტში არც მინდა წარმოვიდგინო რა დაგემართებოდა, იმიტომ რომ სად ხარ იცი და მაინც აი რო გყავს გაფრთხილებული ადამიანი, რომ აი მითხარი და რო შემოდიან და უკვე მიხვდებოდი, იმიტომ რომ რატო შემოვიდოდნენ მანამ. სიტყვით მივხვდი. თან მახსოვს, აი მანდ ვიყავი მეც და აი მახსოვს ეგ პერიოდი, რომ დედაჩემ ამ ტრა გვერდზე მისცა და აი იყავი მაგ მანდ ვიყავი, ხო?
მაგ დღეს ვიყავი, ზუსტად მაგიტომ მახსოვს ეგრე. იქ ვიყავი. აღარ მახსოვდა რომ მაგ დღეს იყავი. მე მგონა უფრო მანამდე. მანამდეც მოგადექი, მანამდეც იქნებოდი ნამყოფი, ხო, მაგრამ კონკრეტულად მაგ დღეს იყავი თუ არა, ხო, მე აღარ მახსოვდა. აი რო გადავუხვიოთ ახლა რომ არ მინდა რომ დაგგრუზო. ხო. რა კითხვა გექნებოდა შენ შემდეგი სტუმარისთვის? ხო, გააჩნია ვინ იქნება შენი სტუმარი? კარგი, მე მექნებოდა ალბათ ყველაზე დიდი სირთულე, რაც გადაგილახია ცხოვრებაში და დღევანდელი გამოცდილებით ამ სირთულეს როგორ გავკლავდებოდი. გამკლავდებოდი დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე დანახული ის სირთულე. ძალიან კაი კითხვა. და ძალიან დიდი მადლობა სოფო ყოველთვის. მადლობა შენ ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა. იმედი მაქვს არ დაგგრუზე. მე მინდა წარმატებები გისურვო, ძალიან ბევრი მაყურებელი, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება და აი ყველანაირი შენი გულის სურვილების ასრულება. ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ ძალიან მაგრად იყო და წარმატებული იყო. მე შემეყვარხარ ძალიან და მეც იგივეს გისურვებ გაასმაგებულს, რაც ჩემ მისურვებ. მადლობა დიდი.